ბოლოს რო ვიყავი, მაშინაც კი რაღაცა სხვანაირად იყო. მიუხედავად იმისა, რომ რეპრესირებული ოჯახი ვიყავი, ეს ბინა არ წაგვართვეს. თვითონ ვინც ამას აშენებდა, ინიციალებიც კი არის მისი. აგერ 8 ნომერი ბატონო ბალადანიშვილი. თბილისი იყო ურთიერთობა, თლად ბოლომდე მაგას ვერ გავყვები. აქ მე მახსოვს, აქ ჩამოვიდა ლეონე იყო პრეზიდენტი იტალიის. ყველაფერს ვერ გავიხსენებ, იმიტომ რომ ექსპრომტული ისა გვაქვს გასეირნება. აი სახლი აივნიანი ჩვენი ოჯახი რო გადმოვიდა ამას ერქვა ჟან ჟორესის ქუჩა ანუ სოციალ-დემოკრატებს პირველმა დამოუკიდებელმა საქართველოს დიდი პატივი დასდო იმიტომ რომ მიხეილის გამზის დაარქვეს პლეხანოვი 18 წელს გარდაიცვალა ბატონი პლეხანოვი და ჟორესის 18 წელში მოკლეს თუ არ მეშლება. დავიბადე რკინიგზის სამთავროში, მაგრამ პირველად აქ მომიყვანეს ბავშვი, აქ მოიყვანეს 1956 წლის ივნისში. და აი აქ იმის შემდეგ 1991 წლის იანვრამდე ცხოვრობდი აქ. ბაბოჩემი რო ჩამოვიდა გურიაში მუშაობდა ჯერ ჩოხატაურის ამბულატორიის გამგედ ქირურგი იყო ახალდამთავრებული ხარკოვის უნივერსიტეტიდან და აი მაინც ვინაიდან მეფსალმუნე და დეკანოზის შვილი იყო ამიტომ რაღაც ადგილის შერჩევაში რატომღაც აი ეს ადგილი შეარჩია 1928 წელს ჩამოდის და აქ იწყებს მუშაობას ბაბოჩემი იყო ეს მეორე სამართყოფო აი ახლაც ალადაშვილის სახელობისა ეხლა ვეღარ იცნობ ამ ჩემ ეზოს იმიტომ რომ სრულიად შეცვლილია გარეგნობა უნდა ჩავაყიდო ეხლა გამოვიყვანე მანქანა მე რა მოჩა იტი მანქანა ველოდი ო და აი ესეთი ის იყო აი ამ დაფაზე ჩვენი გვარი ჯერ კიდევ წერია რაეთ? რა იყო რა? ჩვენ კაი ხალხი ვართ, ნუ გეშინია. აგერ 8 ნომერი ბატონო ბალადანიშვილი და განარჩენი აი როცა იყო სახალმართველობა საჭირო ინფორმაციას ასე თქვათ გიკრავდა თაღში. ეს სახლი იყო სახელმწიფო და შენ იხდიდი ქირას, რაღაც გადასახადებს. ჩვენ გვეკუთვნოდა 2 ოთახი მარტო და მე ამის ხო იცი მიმატება არ იყო. აბანოში დავდიოდით ჩვენ. ჯერ კიდევ მაგ დროს მოვესწარი და სუპატარა ვიყავი, მე მგონი პირველ კლასში, როცა მოხდა სწორედ ის, რომ მამაჩემმა მოახერხა და გააკეთა ეს აბაზანა და ჩვენ ვიყავით პირველები ამ სახლში, რომლებსაც ასე თქვათ აი მაღალაშვილის სახლი უფრო კარგად არის შენახული, ნუ ამას თუ შენახვა ქვია, მაგრამ მისი ასე თქვათ პირვანდელი სახე კარგად არის ჯერ კიდევ დარჩენილი და ძალიან მიყვარდა ეს კიბეები, ესე იგი თავისი 3 შვილისთვის 3 სართული და აქეთ ეთყობა აქირავებდნენ. თვითონ ვინც ამას აშენებდა, მე ჩვენ იქიდან რომ მოუვლით ამ სახლს დავიწყეთ, ინიციალებიც კი არის მისი და აშენების წელი. გზმ მაღალაშვილი ზაქარიაზე ალბათ გიორგი აღარ მახსოვს აი საერთო სამზარეულო რა იყო ხო არის არა რისგან შედგებოდა თბილისური ყველაფერი იყო კომუნალური ნუ შეიძლება ეს აერთიანებდა რაღაცნაირად ადამიანს მაგრამ ამავე დროს ასე განხეთქილების იმაც ეს რეცხვის კულტურა ცალკე ის არის ელემენტია რა ვისი თოკია მაგაზე იყო ჩხუბი რა ეს ჩემი თოკია აი ხედავთ რომ მაშინაც აი რაც იშოვა მოიტანა დადო და ააშენა აი ესეთი შეკოწიწებული ქალაქია იქ მიყვარდა იმიტომ რომ ორღანი უკრავდა აი ცოტა აქეთ რომ ამოხვალ მოდი აქ ამო აი ხედავ როგორია ბაც უცბად ქართულ კათოლიკეთა ეკლესია ხო
ეხლა ამ სამზარეულოში თითოეულ კვადრატულ მეტრზე ბრძოლა იყო და სხვა შორის აქ იყო ის ჩვენი მაგი და რომ და მაცივარი ქონდა ხის. შენახული მაქვს ოღონდ სარესტავრაციო ის მაცივარი, სადაც ეს სარეაბილიტაციო ცნობები აღმოვაჩინე მე თავის დროზე და იქიდან გავიგე ყველაფერი, რატო ისჯებოდნენ ადამიანები იმ დროსთან, ну აი ბაბუაჩემის ხო. იმ ბაბუის რომელიც და ის რეპრესირებული იყო რა. ამისაც ეს სახლი. ხო, იმისი კი, იმისი ну ის რა ქვია. და მაშინ თვითონ ცოცხალი იყო, ხო? არა, დახვრიტეს ბაბუაჩემი. ო ანტიკ რა ქვია? კონტრრევოლუციური ჯგუფის ხელმძღვანელად. ყარი ხოლმე თბილისი იყო ურთიერთობა და ეს რაღაცა ძალიან განსხვავებული ადამიანები ცხოვრობდით აქ და ამიტომ შეიძლება ის რაღაცა რასაც მე მგონი მაინც უფრო ისე იმის გახსენებით და უფრო ისე ლაპარაკობენ მე მაინც ბოლომდე მაგას ვერ გავყვები მაგ თემას პირადი რაღაც დაუკმაყოფილება ვიღაცის ბრალი აი ეს ვიღაცის ბრალი ძალიან მნიშვნელოვანი ისაა იმიტომ რომ არავის არ უნდა რომ თავისთავი რაღაცაში დაანდრაუშავოს შენ თვითონ რას აკეთებ ამ დროს და ვაკეთებ აი ხო ხედავ რა გაატარა მილები და როგორც გინდა ისე გავატარებ ну მე აი რადგან ჩვენ მქონდა აივანი მე მქონდა დიდი უპირატესობა და ამ პროცესის ლიტანიობას და იმას კი შევდიოდი რასაკვირველია შიგნით მაგრამ აი როცა რაღაცა მოვიდოდა რეიდი მე შემეძლო ზეიდანაც ეხლა კი არიან დიდი სახლებით გამოჭიმულები მაგრამ მე ხომ მახსოვს ეგ კლასი გამარჯობა ну აი 70-იანი 80-იანები და ეს იყო ყველაფერი მაშინ ეს ძალიან საყვარელი ქუჩებია, ну შეიძლება ჩემთვის ძვირფასი, იმიტომ რომ რაღაცა ცხოვრების ნაწილი აქ ვიყავი და სხვანაირადაა მაქვს მე ეს გატარებული თავში, მაგრამ ну რეალურად აი ეს მასშტაბი რაღაცა სხვანაირი, რომელსაც რაღაცა სხვა ცვლის და მithom უფრო რაღაცა ის უკეთესი ცხოვრებისკენ, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენთან ეს ისე კარგად ვერ გამოდის. აქ მე მახსოვს აქ ჩამოვიდა ლეონე იყო პრეზიდენტი იტალიის რო გადაიკეტებოდა ქუჩა იმას ნიშნავდა რომ ვიღაც უცხოელი სტუმარი მოყავდათ აქ დედოფლები მინახე აქ დანიის და ბელგიის და ერთხელ ჩამოვიდა ეს ლეონეს რა ერქვა სალვატორე აღარ მახსოვს რა ერქვა გამოყარეს ისინი ვინც იყო ცოტა ხალხი მაინც დადიოდა კათოლიკური ეკლესია ხო მე ეს რო შევიდა უკითხავს რომ საწყინა აქ არ არის არავინ არ არისო და ისევ შეყარეს მე რო გამოვიდა ხელი გამოიწოდა რა ხალხისთვის ჩამოერთა არ შემოერთოთ ხელი არ შემოერთ დეჩემ იყო ტრუპის სალი დეჩემ ფოტოებს არა საპარკმახერო იყო ო აქ ისეთი ხალხი დადიოდა აჯაფარიძე ხო გაგიგია დედამისიც აქ მოდიოდა ემმა იყო ესეთი პარიკმახერი აი სოციალიზაცია აი ამ პატარა თითქოს შეუხედავი ის იყო მაგრამ მთელი ჭორები და ისინი აქ სკდებოდა აქ იყო ფანჯარა სადაც ასე თქვათ შავი ბაზრის წარმომადგენელი კიდე და ცნობილი მსახიობების ბიტლსების და ყველაფერი აი პატარა სურათები რაღაცები და ება რუტკაი გახსოვს ეგეთ მსახიობი აბა რაც არის ქალაქის დანიშნულება რომ თითოეული შევეწნიოთ თითოეული ჩვენთაგანი ეს უკვე აი ჩვენი შეწნევა არის აი ესეთი რაღაცეები რომ თქვათ ეს არ დაიშალოს ეს ამემე და ნუ ეს არის ყოფითი კულტურა რომელიც ბავშვობიდანვე უნდა
შთაუნერგო ადამიანს რომ მე რაღაცა გამოვიდეს. თითქოს არაფერი არ არის, აგურის და ქვის თამაშია რა. რომელიც რაღაც ნახატს ქმნის, ხო? უცბად ჩასვავენ ისეთ პანჯარას, ბოლომდე ტკბობის საშუალებას არ გაძლევს რა. სამშობლოს გზნობას ხო იშლება რა. ყველას გონია რომ მის საქმეს ვიღაცა სხვა გააკეთებს. და ესეა, ყველაფერში ესეა, ის მარტო ის კი არ არის რომ შენ გონია რომ ის რაღაც ის ჯობია და როგორ ომი დამთავრდა გეშინოდეს მშვიდობის. და აი მშვიდობა ეს არის რა. აი აქ როცა დადგებოდა საღამოს 7 საათი, მოდიოდა კაცი თავის ცოლთან ერთად დადგავდა მაგიდას და ყვიროდა ვეჩერნი თბილისი. მამა ჩემი რო იტყოდა სახში გაზეთების საყიდლად მივიდივარ, ესე იგი მე დაიკარგებოდა და ამ გაზეთებით წავიდოდა თავის მეგობრებთან. თბილისი იყო ორი, ერთი გამო თბილისი და მეორე იყო ვეჩერნი თბილისი, რომელსაც ვეჩორკას ეძახდნენ. ორნახევარში კიდის ყველა მაღაზიაში 56 მეტრად ერთი ვეშკია.